საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. გამარჯობა. ჩვენი გაკვეთილის თემაა რისგან შედგება უჯრედი. როდესაც მეცნიერმა უჯრედი ელექტრონული მიკროსკოპით დაათვალიერეს, შესაბამისად შექმნეს მათი სქემატური გამოსახულება. თქვენ ხედავთ მცენარეული და ცხოველური უჯრედის სქემატურ გამოსახულებას. როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური უჯრედის შიგ-თავს ციტოპლაზმა წარმოადგენს. ციტოპლაზმა ბლანტი ჟელესებური სითხეა და შეგიძლიათ მის სიბლანტეში თქვენ თვითონვე დარწმუნდეთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ასეთი ცდა. აიღოთ ხახვი, გახეხოთ, გვერდით დაიდგათ ჭიქა სუფთა წყლით, შემდეგ ერთი თითი დაისველეთ ხახვის წვენში, მეორე და შეიგრძენით ხახვის წვენის სიბლანტე. შემდეგ მეორე თითი დაისველეთ წყალში და მიხვდებით, რომ ხახვის წვენი უფრო ბლანტია ვიდრე წყალი. ეს ასეც არის, ვინაიდან ხახვი ორგანიზმია, რომლის უჯრედები ციტოპლაზმისაგან შედგება. როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური უჯრედის ციტოპლაზმაში მოთავსებულია ორგანოიდები, უჯრედული სტრუქტურები, რომლებსაც გარკვეული ფორმა, ადგილი აქვს და გარკვეულ ფუნქციას ასრულებს. უჯრედის ცენტრში მოთავსებულია ბირთვი, როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ უჯრედში. ბირთვში არის მოთავსებული ბირთვაკი და ქრომატინი. ქრომატინი მემკვიდრული მასალა უჯრედის და მთელი ორგანიზმის შესახებ. დაკონკრეტებით ყველა ორ სტრუქტურის ფუნქციას თქვენ მომდევნო გაკვეთილებში გაეცნობით. უჯრედის ციტოპლაზმაში აგრეთვე არის ენდოპლაზმური ბადე, გლუვი და მარცვლოვანი, როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ უჯრედში. არის მიტოქონდრია, როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ უჯრედში, რიბოსომები, გოლჯის აპარატი, ლიზოსომა, მაგრამ განსხვავებაა მცირედი მცენარეულ და ცხოველურ უჯრედს შორის. ეს განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მცენარეულ უჯრედში არის დამატებით დიდი ზომის ვაკუოლი, რომელიც უჯრედის წვენით არის სავსე, აგრეთვე ქლოროპლასტები, რომელშიც მიმდინარეობს ფოტოსინთეზის პროცესი, რომლის წყალობითაც მცენარეს შეუძლია არაორგანული ნივთიერებიდან შექმნას ორგანული ნივთიერება, რაც ცხოველური უჯრედისათვის გამორიცხულია და აგრეთვე კედელი. კედელი მხოლოდ გააჩნია მცენარეულ უჯრედს, ის იცავს მას, შემოსაზღვრავს, ის არის მკვრივი მტკიცე. უჯრედის კედელი გააჩნია აგრეთვე ბაქტერიულ უჯრედს, ლურჯ მწვანე წყალმცენარეს და სოკოს უჯრედს. ესე იგი, მცენარეულ და ცხოველურ უჯრედს შორის არსებობს განსხვავება. პირველი, რომ მცენარეული უჯრედი შეიცავს დიდი ზომის ვაკუოლს, პლასტიდებს და კედელს. თვით უჯრედის შიგ-თავსი დაფარულია პლაზმური მემბრანით. პლაზმური მემბრანა შემოსაზღვრავს ციტოპლაზმას. პლაზმური მემბრანა დამახასიათებელია როგორც მცენარეული უჯრედისათვის, ასევე ცხოველური უჯრედისათვის, იცავს მას და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში. პლაზმური მემბრანის გარეთაშრეს ცხოველურ უჯრედში წარმოადგენს გლიკოკალიქსი, ხოლო მცენარეულ უჯრედში, როგორც უკვე მოგახსენეთ, პლაზმურ მემბრანას ფარავს კედელი, მკვრივი კედელი, რომელიც ორგანული ნივთიერება ნახშირწყლებისაგან შედგება. როგორც პლაზმური მემბრანის, ასევე კედელის და უჯრედის სხვა ორგანოიდების აგებულებასა და ფუნქციას ჩვენ გავეცნობით შემდეგ გაკვეთილებში. ახლა გავეცნოთ უჯრედის ქიმიურ შედგენილობას. უჯრედი შედგება ორგანული ნივთიერებებისაგან და არაორგანული ნივთიერებებისაგან. ორგანული ნივთიერებებიდან უჯრედში არის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ნუკლეინის მჟავეები, ხოლო არაორგანული ნივთიერებებიდან წყალი და მინერალური მარილები. ყველაზე დიდი რაოდენობით უჯრედში წყალია და უმთავრესი გარდაქმნები, უმთავრესი ქიმიური რეაქციები, რომელიც მრავლად
მიმდინარეობს ჩვენს უჯრედში, ზუსტად წყალხსნარში ხდება, ზუსტად წყლის საშუალებით ხდება. ამიტომ წყლის როლი უჯრედისთვის დიდია. დღეს ჩვენ გავეცანით უჯრედის აგებულებას და ქიმიურ შედგენილობას. ნახეთ, რომ უჯრედის შიგ-თავს წარმოადგენს ბლანტი სითხე ციტოპლაზმა. ციტოპლაზმაში მოთავსებულია ორგანოიდები, რომელსაც გარკვეული ფორმა, ზომა, ადგილი აქვს და გარკვეულ ფუნქციას ასრულებენ უჯრედისათვის და მთელი ორგანიზმისთვის. აგრეთვე ნახეთ განსხვავება მცენარეულ და ცხოველურ უჯრედს შორის. მათ კიდევ მომდევნო გაკვეთილებზე კიდევ უფრო დაწვრილებით შევისწავლით და გავეცნობით თუ რა ფუნქციას ასრულებს თითოეული მათგანი. გავეცანით აგრეთვე უჯრედის ქიმიურ შედგენილობას და ვნახეთ, რომ უჯრედი ქიმიურად შედგება როგორც არაორგანული, ასევე ორგანული ნაერთებისაგან. გმადლობთ, ნახვამდის.